ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს გახლავთ აღდგომის შემდგომ მეორე შაბათი და ტრადიციულად ყოველთვის განსაზღვრული სახარებები იკითხება. ესე არის დაწესებული კალენდრულად, რომ აღდგომისგან მოყოლებული თქვა პირველ დღეს, მეორე დღეს, პირველ კვირას, შემდეგ კვირას და ასე შემდგომ რომელი სახარება უნდა იყოს საკითხული. დღეს წავიკითხეთ სახარება, რომელზედაც მე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ ძალიან მნიშვნელოვან მომენტს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენ გადაწყვეტეთ თქვენ ცხოვრებაში როგორ არის ეს საკითხი, იმიტომ რომ დღევანდელი სახარების შინაარსი იწყებოდა ესე, რომ როცა ნახესო ადამიანებმა როგორი სასწაული აღასრულა იესო ქრისტემ, შეიკრიბნენ და მოილაპარაკეს ერთმანეთში, რომ ეს არის ნამდვილი წინასწარმეტყველი მესია და ხსნელიზე არ ლაპარაკობენ ჯერჯერობით, ხოლო წინასწარმეტყველზე ალაპარაკი, მაგრამ ეს წინასწარმეტყველი შეიძლება მოიაზრებოდეს კიდეც როგორც მესია, იმიტომ რომ ელოდებიან ისინი მესიას და ხსნელს და ნახეთ რას ამბობენ, რადგანაც ეს არის, მოდით და ის ვაკურთხოთ მეფეთ და გახდეს ის ჩვენი მეფე. ოღონდ ნიშნულობა იცით რას აქვს? რომელი სასწაული აღასრულა მაცხოვარმა? აი რომელი სასწაულის მერე გადაწყვეტეს რომ მეფეთე ვინმე ვიცით? იფიქრიათ ამაზე? არა, არავითარ ღვინის კუთხევა. სასწაული უამრავი იხილეს, მათ შორის კეთროვანის განკურნება იხილეს, მათ შორის ბრმის თვალის სახელა იხილეს, მათ შორის მე მგონი მიცვალებულის კვირეთით აღდგომაც იხილეს. მაგრამ არც ერთ სასწაულზე არ ქონიათ ესეთი რეაქცია, როგორიც ჰქონდათ ერთ სასწაულზე. ეს გახლავთ 5 პურით 5000 კაცის გაწყობა. და ეს გახლავთ ჩვენი ცხოვრება, იცით? აი ადამიანს ხანდახან ღმერთი მხოლოდ ამისთვის ჭირდება. მეტი არაფერისთვის. ერთადერთი მიზანი ხანდახან მისი ღმერთთან ურთიერთობის არის ის, რომ კუჭი კონდეს სავსე. და ამას ხანდახან საკუთარ თავსაც კი არ ვუმხელთ ჩვენი უბედურება სწორედ ამაშია, რომ საკუთარ თავს კი არ ვუმხელთ ამას, რატომ გჭირდება ესე და რატომ ვართ ამ დამოკიდებულებით ღმერთთან. არა, ლაპარაკობთ უბრალოდ რომ აი ესე ვარ და ლოცულობ და ამიტომ მაყოფილი ხარ, იმიტომ რომ ღმერთი გაძლევს ამას ყოველივეს და სხვა დანარჩენი კიდე უფრო მეტი რომ გინდა ღმერთისგან რაღაცა უნდა გინდოდეს უფრო სწორად და რომ არ გაწუხებს მეტი, აი ამ ადამიანების პრობლემას სწორედ ეს გახლავთ, ოღონდ არ გეგონოთ ეს 21 საუკუნის უკან მომხდარი ამბავი, დღეს ჩვენთვის თითოეული ჩვენგანისთვის ცოცხალი არ არის და გამუდმებულად იგივე პრობლემის წინაშე ჩვენ არ ვდგავართ, იმიტომ რომ უნდა გახსოვდეთ, ფიქრობდეთ ამას, ვის რაში გჭირდებათ ღმერთი, რა საჭიროებას წარმოადგენს თქვენთვის ღმერთი. ერთადერთი მიზანი ღმერთთან ურთიერთობისა სიყვარული უნდა იყოს. როგორც კი სიყვარულის გარდა სხვა ნებისმიერი რამ დგება შენსა და ღმერთს შორის, დამთავრებულია შენი და ღმერთის ურთიერთობა. იმიტომ რომ უმიზეზო სიყვარული აქვს ღმერთს. ღმერთს ადამიანი იმისთვის კი არ უყვარს, რომ ვიღაცა კარგია და ვიღაცა ცუდი. ღმერთს ადამიანი ერთადერთი მიზნისთვის უყვარს, იმიტომ რომ არსებობს. ადამიანი რომ არსებობს, არარსებობიდან არსებობაში რომ შემოიყვანა და რომ დაასახლა აქ და რომ ცხოვრობს ავად თუ კარგად, ნებისმიერი უყვარს, იმიტომ რომ ზე ყველასთვის ამოდის, წვიმა ყველასთვის მოდის, ცოდვილისთვის და მართლისთვისაც, ისევე როგორც ღმერთმა ყველასთვის დადო თავი, ყველასთვის დაღვარა სისხლი, ყველასთვის გაეკრო ჯვარს, მართლისთვისაც და ცოდვილისთვისაც. აქედან გამომდინარე, ერთადერთი რაც დაგრჩენია შენ, რომ აღძრული იყო, მონდომებული იყო, რომ ღმერთთან ყოფობა გინდოდეს, ერთადერთი გზნობა შენი უნდა იყოს მადლიერება, რომ მადლობა ღმერთო, რომ არარსებობიდან არსებობაში გამომიხმე, მადლობა ღმერთო, რომ აი ამ არსებობაში საშუალება მაქვს, რომ ადამიანებთან ურთიერთობდე, ადამიანები მიყვარდეს, მზეს ხედავდე და ამ ქვეყანას ხედავდე, სამშობლო მიყვარდეს და სულ ვიხსენებ ხოლმე ამ ამბავს და კიდე მე მგონი მოყოლილი მაქვს თქვენთვისაც, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გითხრათ, რომ მისმა უწმინდესმა ბამბძანა ერთხელ რომ ერთი ადამიანს მინახულებდიო, რომელიც ფსიქიატრულ საავადმყოფოში უწევდა ხოლმე და ისეთი არ იყო აგრესიული ადამიანი, რომ ახლა ვინმეს არ ერჩოდა, მაგრამ რაღაცა პერიოდები ქონდა, რომ ძალიან ურევდა და ამბობს აწვენდნენ ფსიქიატრულ საავადმყოფოში და მე მის სანახავად დავდიოდი ხოლმე. ერთხელაც რომ მივედი მის სანახავად, აი ცოტა დაწყნარებულ მდგომარეობაში, უცბად ესეთ რაღაცას მეკითხებაო. შენო ღმერთისთვის ოდესმე მადლობა თუ გითქვამს, რომ ჯანმრთელი გონება გაქვს. გიფიქრიათ ამაზე? ჯანმრთელი გონება რო გაქვს, გონია რომ ეს ასე უნდა გქონდეს. და ვიღაცას რომ არა აქვს, იმასაც ასე უნდა გქონდეს. ამიტომაც ნახეთ ჩვენი მდგომარეობა თუ არ ემსგავსება ხშირ შემთხვევაში
რაღაცა დამოკიდებულებას, იმისთვის ხარ, რომ ღმერთო სულ რაღაცა გინდა. ღმერთო სულ რაღაცა გჭირდება. აი მოხვედი ლოცულობ, გასაგებია, პირადი თხოვნისთვის არსებობს ლოცვები. ვინ ამბობს, რომ არ უნდა ვითხოვოთ ღვთისაგან? უნდა ვითხოვოთ, მაგრამ სანამ ითხოვ, ჯერ უნდა გქონდეს აბსოლუტური შეგრძნება მისი სიცოცხლისა, რომ ის ცოცხალია, რომ შენ მასთან კონტაქტში ხარ. და ამის შემდგომ უკვე პირადი სათხოვარი შეიძლება, რა თქმა უნდა, მაგრამ ესე რაღაცა განყენებული, რომ მასკასავით რაღაცა გაქვს აკეთებული ლოცვის დროს, სხვა დროს სხვანაირი ხარ და ლოცვის დროს სხვანაირი ხდები. ვისატყუებ ღმერთს, რომ და ამ დროს ღმერთის შენ წარმოდგენაში რაღაცა ანკეთილ ბაბუად დასახავ, ან რაღაცა ღრუბლებზე მჯდომ მოხუც კაცად, რომელიც არც ერთი სინამდვილეს არ შეეპარება და ეს ერთი მასკა მეორე მასკას ესაუბრება, არც შენ ხარ ეს ნამდვილი მე და არც ის არის ნამდვილი ღმერთი და ვინ ვის ელაპარაკება, აბსოლუტურად გაუგებარი ამბავია. და ითხოვ რაღაცას, როგორ შეიძლება რაიმე მოგეცეს ამ დროს. მაგრამ როგორც კი გექნება აბსოლუტური განცდა სიცოცხლისა, განცდა მადლიერებისა, განცდა სიყვარულისა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ ხარ ამის ღირსი, მაგრამ დგახარ ღვთის წინაშე და ითხოვ მისგან რაღაცას, ეს ცოცხალი ურთიერთობა ყველაფრის მომცემია. ამ ცოცხალი ურთიერთობის შემდგომ ადამიანს აღარ სჭირდება ფიქრი პურზე, წყალზე და ასე შემდგომ. რა თქმა უნდა, სჭირდება ფიქრი, გულისხმობ იმას, რომ უნდა იზრუნოს მან ამაზე, მაგრამ ეს ყველაფერი იცით როგორც სახარებაში წერია. პირველად ეძიებით სასუფეველსაც სათასა და მერმე ყოველივე შეგეძინოს თქვენ. აბსოლუტურად ყველაფერი მიეცემა ამის შემდგომ, რომელიც ფსიქიატრულ საავადმყოფოში უწევდა ხოლმე და ისეთი არ იყო აგრესიული ადამიანი, რომ ახლა ვინმეს არ ერჩოდა, მაგრამ რაღაცა პერიოდები ქონდა, რომ ძალიან ურევდა და ამ დროს აწვენდნენ ფსიქიატრულ საავადმყოფოში და მე მის სანახავად დავდიოდი ხოლმე. ერთხელაც რომ მივედი მის სანახავად, აი ცოტა დაწყმარებულ მდგომარეობაში, უცბად ესეთ რაღაცას მეკითხებაო. შენო ღმერთისთვის ოდესმე მადლობა თუ გითქვამს, რომ ჯანმრთელი გონება გაქვს. გიფიქრიათ ამაზე? ჯანმრთელი გონება რო გაქვს, გონია რომ ეს ასე უნდა გქონდეს. და ვიღაცას რომ არა აქვს, იმასაც ასე უნდა გქონდეს? ამიტომაც ნახეთ ჩვენი მდგომარეობა თუ არ ემსგავსება ხშირ შემთხვევაში რაღაცა დამოკიდებულებას, იმისთვის ხარ, რომ ღმერთო სულ რაღაცა გინდა. ღმერთო სულ რაღაცა გჭირდება. აი მოხვედი ლოცულობ, გასაგებია, პირადი თხოვნისთვის არსებობს ლოცვები. ვინ ამბობს, რომ არ უნდა ვითხოვოთ ღვთისაგან? უნდა ვითხოვოთ, მაგრამ სანამ ითხოვ, ჯერ უნდა გქონდეს აბსოლუტური შეგრძნება მისი სიცოცხლისა, რომ ის ცოცხალია, რომ შენ მასთან კონტაქტში ხარ. და ამის შემდგომ უკვე პირადი სათხოვარი შეიძლება, რა თქმა უნდა, მაგრამ ესე რაღაცა განყენებული, რომ მასკასავით რაღაცა გაქვს აკეთებული ლოცვის დროს, სხვა დროს სხვანაირი ხარ და ლოცვის დროს სხვანაირი ხდები. ვისატყუებ ღმერთს, რომ და ამ დროს ღმერთის შენ წარმოდგენაში რაღაცა ანკეთილ ბაბუად დასახავ, ან რაღაცა ღრუბლებზე მჯდომ მოხუც კაცად, რომელიც არც ერთი სინამდვილეს არ შეეპარება და ეს ერთი მასკა მეორე მასკას ესაუბრება, არც შენ ხარ ეს ნამდვილი მე და არც ის არის ნამდვილი ღმერთი და ვინ ვის ელაპარაკება, აბსოლუტურად გაუგებარი ამბავია. და ითხოვ რაღაცას, როგორ შეიძლება რაიმე მოგეცეს ამ დროს. მაგრამ როგორც კი გექნება აბსოლუტური განცდა სიცოცხლისა, განცდა მადლიერებისა, განცდა სიყვარულისა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ ხარ ამის ღირსი, მაგრამ დგახარ ღვთის წინაშე და ითხოვ მისგან რაღაცას, ეს ცოცხალი ურთიერთობა ყველაფრის მომცემია. ამ ცოცხალი ურთიერთობის შემდგომ ადამიანს აღარ სჭირდება ფიქრი პურზე, წყალზე და ასე შემდგომ. რა თქმა უნდა, სჭირდება ფიქრი, გულისხმობ იმას, რომ უნდა იზრუნოს მან ამაზე, მაგრამ ეს ყველაფერი იცით როგორც სახარებაში წერია. პირველად ეძიებით სასუფეველსაც სათასა და მერმე ყოველივე შეგეძინოს თქვენ. აბსოლუტურად ყველაფერი მიეცემა ამის შემდგომ ადამიანს. და ამ ადამიანებმა ნახეთ რა გააკეთეს, გაყვნენ უდაბნოში, იშრომეს, იღვაწეს უდაბნოში მათთან ერთად, აი ესეთი გზა გაიარეს ქრისტე ღმერთთან, დადგნენ იქ მაცხოვართან და უსმინეს მის გადაგებას. როცა მოშინდათ ქრისტე ღმერთმა მათ, ნახეთ, ესეთი სასწაული მოახდინა, რომ თავისი ხელით არა, თვითონ მრავლდებოდა მის ხელში ეს პური და მოციქულთა ხელით ურიგდებოდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ მოციქულთა ხელით და არა ქრისტეს ხელით ურიგდებოდათ ამ ადამიანებს, გაძღნენ ეს ადამიანები და როგორც კი გაძღნენ, პირველი ფიქრი რა არის? მოდი ეს კაცი მეფედ ვაკურთხოთ, თუ ამას 5 პურისგან 5000 კაცის დაპურება შეუძლია, ესე იგი აღარ მოგშივდება. ესე იგი მთელი მთავარი ჩვენი საზრუნავი რაც არის, რომ ფშია და ვერ ვიკმაყოფილებ შიმშილს, აი კაცი გამოჩნდა, რომელსაც შეუძლია დააკმაყოფილოს ეს შიმშილი. ამიტომაც მაცხოვარი გადის და იმალება. ამიტომაც არ უნდა რომ ეჩვენოს ამ ადამიანებს,
ადის მარტო მთაზე და მოციქულები მარტოები მიდიან ნავით. და როდესაც ბრუნდება მტიდან ის ფეხით მერე მიუყვება ზღვას და გადადის მეორე ნაპირზე, იმიტომ რომ ამ ადამიანებთან შეხვედრა არ უნდა საერთოდ. იმიტომ რომ მას როგორც ღმერთ კაცს ძალიან დიდი გულის ტკივილი აქვს, იმიტომ რომ ვერ ამართლებენ ხშირად ადამიანები აი ამ იმედებს, იმიტომ რომ ყველაფერს აძლევს მათ. თუ სიტყვით, თუ საქმით, თუ სიყვარულით, თუ გრძნობისმიერად, თუ რა ვიცი, დაპურებითაც კი, მაგრამ მათი ფიქრი მიწიერს არაფრით არ შეორდება. ზეციერზე ელაპარაკება, ესენი ისე მიწიერზე ელაპარაკობენ. ზეციერამდე აიყვანს, აჩვენებს ისეთ სასწაულს, როგორც მკვდრის აღდგინება, აჩვენებს ისეთ სასწაულს, როგორც თუნდაც 5 პურით 5000 კაცის გაწყობა. არა, მაინც პურზეა ფიქრი, მაინც პურზეა ლაპარაკი, მაინც პურია მათი საზრუნავი, რომელი პურითაც ერთადერთ მიზანს ემსახურებებს, რომ უნდა განწყენ, არა პური არსობის, არამედ პური საძღომისა. ოტია იოსელიანი ხო გახსოვთ ქართული წერა? ერთხელ სასულიერო აკადემიაში იყო მოსული და თქვენო მამაო ჩვენო ყველამ კარგად ხო ვიცით რა კარგად წერია იყო პური ჩვენი არსობისა საძღომისა კი არა სულ მახსოვს მე არ მიფიქრი ამაზე არასდროს აი ოტია იოსელიანმა გითხრა იქო საძღომის პურს კი არ ითხოვო არსობის პურს ითხოვო ანუ ადამიანმა უნდა ითხოვოს ის რაც მისი სიცოცხლისთვის აუცილებელია აი ამ არსებობისთვის აუცილებელი არა რაც ზედმეტია მისი არსებობისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს ყველაფერი ეს შეიძლება მისთვის დაბრკოლებად იქცეს. დანაშაული კი არ არის ამის იქონა, ეს არ შეგეშალოთ, იმიტომ რომ ვიღაცას დიდი ფინანსური საშუალება აქვს და შეიძლება 2 მანქანა ყავდეს, ახლა მე რა. მაგრამ თუ ის ამაზეა დამოკიდებული და მეც ვერ საზღვრავს მისი გონება და იმის იქეთ არ მეტის მისი გონება და ეხლა ფიქრობს მესამე მანქანა როგორ იყიდოს და მე მეოთხე მაშინ დაღუპულია. მაგრამ შეიძლება ყიდულობდეს მესამესაც და მეოთხესაც, მაგრამ მისი გონება ზეცაში იყოს. და კეთილ საქმეს ხმარდებოდეს თუნდაც ის მესამე და მეოთხე შენაძენი, რომელსაც ის ოჯახისთვის აკეთებს თუნდაც ან ხელმოქმედებისთვის ან რა მნიშვნელობა აქვს ვისთვის. ამიტომაც დანო და ძმანო, ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ჩვენ ვართ ეკლესიურები, ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც გავართ ეკლესიაში, რომლებიც ღმერთს ვესაუბრებით, რომელიც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით და ძალიან ხშირად არ ვიცით რატომ. ეს არის ჩვენი პრობლემა. არ ვიცით რატომ ვეზიარებით და როგორ ვეზიარებით. პავლე მოციქული პირდაპირ ამბობს, რომ თქვენ შორის სწორედ არის ამიტომაც არის ამდენი ავადმყოფობა და სიკვდილიანობა, იმიტომ რომ არასწორად ეზიარებითო. სამოციქულოში წერს პირდაპირ ამას პავლე, ჩემი მოგონილი ხომ არ არის. არასწორი ზიარების შედეგია ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე არ კმარა ის რომ ტაძარში ხარ, რომ მოწოდებული ხარ, ეს კარგია, გადასარევია, მოგიწოდა ღმერთმა და ხარ აქ, მაგრამ კიდევ ერთი ნაბიჯი ხომ უნდა გადადგა, კიდევ უფრო მეტად ხომ უნდა ამაღლდე, ხომ უნდა რაღაცნაირად აი ამ მიწიერებას მოშორდე და ცოტა ზეცაზე იფიქრო, რომ არ იყოს შენი ფიქრი მიჯაჭვულობა მხოლოდ ამ ქვეყანაზე და არ იყოს შენი ფიქრი, რომ მეფე და ამიტომ უნდა ვაკურთხო ადამიანი, იმიტომ რომ მას ჩემი გაწყობა შეუძლია. ვისაც ჩემი გაწყობა შეუძლია, მადლიერება ჩემი მას, მაგრამ ეს ხომ საკმარისი არ არის. რა დღეს გაძღები ხარ, იცით რა? ხვალ რომ იმპურით გაძღებოდნენ ეს ადამიანები, ზე გაუცილებლად იმპურზე კარაქი მოუნდებოდათ. ეს ესე იყო. მოსემ როცა წამოიყვანა ისინი უდაბნოში რომ ხეტიალობდნენ 40 წლის განმავლობაში ეგვიპტიდან მოდიოდნენ, თქვენ რა გონიათ იქ ასე არ იყო გონი? მოსეს დაუწყეს ხვედრება რომ საწამოგვიყვანეო იქო ისეთი ნესვები და კიტრები გქონდაო და აქ საჭმელი არ აგონი. როგორც კი მოსეს ბრძანებით მოფრინდა მწყერის დიდი გუნდი და დაიჭირეს და შეჭამეს ხორცი, ეხლა ხორცი მობეზდათ და ეხლა ისე ნიორი მოენატრათ და აი გამუდმებულად ესეთი ბრძოლა მოსე ღმერთზე ელაპარაკება, ესენი საჭმელზე ელაპარაკება. არის ეს, დღესაც არის ეს ჩვენი პრობლემა და მინდა იცოდეთ რომ ეს ყველაფერი საჭიროა ჩვენი არსებობისთვის, მაგრამ ჩვენი საუკუნო არსებობისთვის სხვა რამეა საჭირო და რა უფრო მნიშვნელოვანია, აქაური არსებობა თუ საუკუნო ცხონება, რომელიც არასოდეს არ დასრულდება და რომელიც ყოველთვის მატებადი სიხარულია. იქ ერთი და იგივე სიხარული არ არის. მატებადი სიხარულია, იმიტომ რომ სიხარული, რომელიც ამ წუთში შემოგივა, იმაში გაქარვება იცის და შეიძლება გაქრეს. როგორც მოვიდა, ისე გაქრა.
მაგრამ სიხარული რომელიც მუდმივად მატებადია წარმოგიდგენიათ აი სიხარული რომელიც არ განგიცდიათ 10 მაგი 100 მაგი შეუდარებელი იმიტომ რომ ჯერ არ სმენია ყურს და არ გამოუთქვავს ენას და არ უნახავს თვალს რაც იხილა იქ პავლე მოციქულმა რომელსაც ჩვენ გვიყვებით ასე რომ მინდა შევთხოვო გასმოყვარე ღმერთს რომ მოგცეს ძალა რომ აგვეხილოს სულიერი თვალი და ვიფიქროთ არა მხოლოდ ხორციელ საზრდოზე და ის ვინ დაგვაპურებს ხორციელად კარგად და ვინ ამოავსებს კარგად ჩვენ კუჭს არამედ ვიფიქროთ იმაზე ვის შეუძლია ჩვენი სულების ავსება სიხარულით რომელიც სიხარულით საუკუნო ნეტარება არის ამინ გალოცვილი და გახარებული გამო